ანასტასიას 8 წლის ასაკში წაერთვა ბავშვობა. გოგონა ახლა 12 წლის არის და მის თვალებში დაუბრების შიშია, სევდის ზღვა. ბოლოს 8 წლის იყო, როდესაც თანატოლებთან ერთად ეზოში ითამაშა. პარასკევი დღე, 15 საათი, საავადმყოფოს თეთრი კედრები, თეთრ ხალათში მოსიარულე ექიმები, პალატების კარს მიღმა სიკვდილს მებრძოლი ადამიანები და სიჩუმე. ცოტა ხანში კი სამედიცინო დასკვნა, დიაგნოზი, სიმსივნე. ეს იყო სწორედ ის დღე, როდესაც პატარა ანასტასიას და მისი ძმის თვალებში დედის დაკარგვით გამოწვეული შიში გაჩნდა. სიმსივნური წარმონაქმნი პირდაპირ მნიშვნელობით ჭამს სალომეს სვალს. საჭიროა მუხლზე სასწრაფო ოპერაცია და იმპლანტის ჩასმა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ძვლის ნახევარი უკვე შეჭმულია სიმსივნისგან და ეს პროცესი ისევ გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იმპლანტიც ვეღარ ჩადგება. ეს კი ახალგაზრდა დედის სიცოცხლის დასასრულს და მცირეწლოვანი ბავშვების დაუბრებას ნიშნავს. საბრალო დედას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მხოლოდ ყავარჯნების მეშვეობით დგამს რამდენიმე ნაბიჯს. შემდეგ კი ძვლის ისეთი ტკივილი ეწყება, რომ ყველაზე ძლიერი გამაყუჩებელიც კი აღარ შველის. დედამ გაგვაზარდა ჩვენობლად და ის ტკივილი არ მინდა, რომ მეშულებმაც განიცადა. ბევრჯერ მეთქვია, რომ ბავშვებს ბავშვობა წავართვი, მეთქი, ანუ იმის გამო, რომ მე რო არ შემიძლია უწევთ ბევრი რამ თვითონ გააკეთო. სტრესულია ეს ჩემთვის და ამის გამო ბევრჯერაც მიტირია ჩუმად, რომ ბავშვები გავაწვალეთქო. დედის ტანჯვას უყურებს 2 მცირეწლოვანი ბავშვი და ვერაფრით ეხმარებიან. უფალო, მარტო შენიცი, რაც ეცხლი გისგიზებს ბავშვების გულში. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.